30 ფალსიფიცირებული საფლავი რომ აღმოგიჩინეს თავისი წარწერებით მკვდარს რომ მკვდარზე მარხავდი. მე განაცვალე ფალსიფიცირებული საფლავები ჩემთვის კი არ შემიგახავს. არად მინდოდა 30 საფლავი. ისე მეგობრებისთვის. თქვენთვის ზრუნავდი. ბუნების შვილნი ვართ. ყველა მომავალი ოდესღაც აზმყო გამხდარა. ის აზმყო წარსულად ქცეულა. ის წარსული ჩვენი მომავალია. როგორ ვერ გაგიგებთ? 4 კაცი რომ გაგიდებს მხარზე გაჭიმულს. რომ მოგასვენებენ ვაგის სასაფლაოზე და იმ ფალსიფიცირებულ საფლავში ჩაგასვენებენ მაშინ გაიგე. ორჩი ახლა. შოშია. ლოჩიანად ეს ფალსიფიცირებული რა არის? ფალსიფიცირებული ტიგრან ეს ეს ვითომ. პიპა. აი საფლავი გათხრილია. ზედ წარწერა აქვს. აი აქ განისვენებს. კერდი ტიგრან გულოიანი. ნომერი 24-021. სინამდვილეში კი რა ხდება? საფლავი ცარიელი. პაპუ ტიგრან არ არის. მაიცა. როგორ გამოდის რომ ცოცხალ ხალხს ამარხავს? დაახლოებით ასე გამოდის. მე ამ საფლავებს ყიდის, ხთამს იღებს. არ დაუჯეროთ ხალხს. ეგ ბნელი და უვიცი კაცია. ხთამი რას მიქვია? გაჭირებულ კაცს რომ ხელი მოუმართო და იმამ პატივი მცეს. ხთამი ეგა? რამდენისთვის უფასოდ მიმიცია საფლავი იმდენი სიკეთებელაში. როგორ? რომელიმე თქვენგანი რომ მოვიდეს ჩემთან დამთხოვოს. შენი ჭირიმე თუზმა ხარ ლავრენტი პავლოვიჩი. იქნებ ერთი კარგი ადგილი შემინახო. არ შეუნახო? ვარით გავისტუმრო? Лаврентий Павлович. Да, жестоко, но гуманно. Ойлად გონია მებურიშვილო მაგი შენ, რომ გულს ამიჩუღებ აქ. წმინდანივით რომ ჩამოგიგიდი ეს ჯვარი გულზე, რაც არ უნდა იქადაგო, მაინც გადაგვარებული, სნედაცემული და გათახსირებული მეკსამე ხარ შენ. გოგოლო, ცოტა უხერხული ხომ არ არის? შენ თვითონ ბოროტმონქმედი. მე მეორე ბოროტმონქმედს მათახსირებ ისეთ ხალხში. რომელთაც უფლება არ აქვს ადგილს და მითხავს ჯობი ვარო. ლიმონ გენასვალე, მე გურდებს არ გულისხმობ. ყოველი ამაგი, ამისთანა დამპალი კაცი არ მეგულება მე აქ მეორე. გოგოლი, ხომ არაფერი გეშლება შენ? როგორ გაწო? შენის მებურიშვილი არა ხარ? ღამღამობით ჩუმად რომ ჭამს საჭმელს, ახოტინში კალბას. კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრი, ამ ხანაგი მებურიშვილი არა ხარ შენ? ახლა ჯვარი რომ კიდია და ქრისტეს სახელით საფლავში ქთამს რო ართმევ და ართმევ გაჭურებულ ხალხს. ის რა ხარ შენ თუ? მე მეშლება რამე. მაშინ ბოდიში ბატონ. გოგოლი, თავს ნუ იკატუნებ და გულუბრყვილობას ნუ დამაშო. ჩემთვის პარტიის მანდატი იმ ეტაპზე პური სიგნაკი იყო. და საერთოდ მე გულზე ჯვარს დავიკიდებ თუ აგურს. ეს ჩემი საქმეა. არა, მარტო შენი საქმე. აბა ვისია? ჩემი საქმესა მაგ მებურიშვილო. როგორ და ვინ დაღნიშნა შენს პარტიას შორის მედიატორად? მარქსის ლენინის იდეები არ გაწუხებდა შენს. ვიდრე გამწირავდნენ ნამდვილი კომუნისტი ვიყავი. დიახ. გასლაბარაგობ გაწო. დიახ. ქთამის უბლება არ მოგცეს, მაგ ოჯახაში ნებულება. მე ქრთამეთ არ დავადებულ ვარ, არა. უმციკლო იყავ, ხო? დიახ, უმციკლო ვიყავ. ვიცი, შენ ისეთი უმციკლო და ერთგული იყავი, რომ ქთამიდანაც უხდით თურმე პარტიას აწევროს. ისე როგორ შენ? ყველათ ნუ გაკავარ საქმეში მებურიშვილო, ჩემთვის პარტიის მანდატი პური წიგნაკი არასდროს არ ყოფილა. უპარტიო ვარ და იმიტომ არც მარქსის ლენინიზმის იდეები მაწუხებს. მე ის მაწუხებს მებურიშვილო, რომ 30 ყალბ საფლავში გაყიდე მანდატი და მე რას მიზამ? მე ხო სულ ხასავით გამყიდი გაწო და მათაც ხომ ხასავით გაყიდი ყველას. მებურიშვილო, შენ სული წაიწმინდე და ახლა ჯვარი კი დაწაბილწო. მე კონსტიტუციის ძალით ვარ უფლება მოსილი. წამდეს მერქი. მე ის ციცრომ გიგო, ეკობა. ტიგრან, მე არ ვერევი ქურდების საქმეში, დაკუმაცალი. მოდი აქ. არ მომეკაროთ. ვარიგენ. ეს გაყიდული პარტიის სახელით. ეს კიდე გაყიდული ღმერთის სახელით. ეს მითოლებულების სახელით. ეს ჩემი სახელით. მაბადიეთ მეგობრებო. მაგრამ ბავშვობიდან ვერ ვიტან ამისთანა დამპალ ხალხს. ამისთანა დამპალი იყო ის ჩემი მეურნეობის დირექტორი, რომ გავლახედა ამ ხნის კაცი ხულიგნობისთვის ჩამჯეგი აქ. მეტი არაფერი. რა მოხდა?
მაშინ ასაკ. ჯერ ეს დამპალი გავიტანოთ უფრო. მერე მე წამიყვანე იქ, იმიტომ რომ ჩემი გალახული ეს. გოგოლი. მოგიდე ხელი გასო, მოგიდე. ნახავ მიზიება.